Ვიცით რომ ვითომ პარლამენტში, ვითომ საგამოძიებო კომისიაა და იბარებენ სხვადასხვა ხალხს, რომ აბა ნაცების დროს ცუდი რა ხდება, მოდით თავიდან მოგვიყევიო. თვითონ ეს კომისია ძალიან სასაცილოა. საპარლამენტო კომისია საგამოძიებო თავის შინაარსით არის საგამოძიებოსნაირი უწყება, თლაც საგამოძიებო არ არის, იმიტომ რომ რასაც ის დაადგენს, ის ეგრევე ბრალს არ ნიშნავს და ის უნდა გადაეცეს მერე პროკურატურას და შემდეგ, მაგრამ არის საგამოძიებოსნაირი მექანიზმი, რომელიც შექმნილია პარლამენტში ოპოზიციას რო შეეძლოს ხელისუფლების კონტროლი მაგისთვის. და ისეთ საქმეებში ცხვირის ჩაყოფა, რომელიც მაგალითად ხელისუფლებას არ უნდა რომ გაბაზრდეს. საპარლამენტო კომისიას როდესაც ქმნი, იქ უმრავლესობა და მათ შორის თავმჯდომარეც უნდა იყოს ოპოზიციიდან. ესეთ ჩანწერია რა. და რა თქმა უნდა, გამართული ლოგიკაა, იმიტომ რომ ხელისუფლებას თუ რამის გამოძიება უნდა, რაც უნდა საპარლამენტო კომისია, პროკურატურა ყავს, შსს ყავს, სუსი ყავს და 1000 ამბები, ხო და მთელი შინაარსი საპარლამენტო კომისიის არის, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას თუ რამის ხელის დაფარება უნდა, იმ საქმეში შეძლოს გარკვევა რაღაცის. ქოცება, რომელსაც ერთპარტიულ პარლამენტში შეხედან, აიღეს და საპარლამენტო კომისია გააკეთეს. რაც თავის შინაარსით უკვე აბსურდია. მოკლედ ეს ჩვენ ჯიგრები იძიებენ ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილ ცუდ რაღაცებს. თუ მაგ საქმეების გამოძიებას დაჭირდა საპარლამენტო კომისიის შექმნა. გამოდის რომ პროკურატურას, შსს ეს მთელი 13 წელი უკვე 13 წელი თავის მოვალებას არ ასრულებდა. ანუ საპარლამენტოში თუ მოგიწია გამოძიება, პროკურატურა რას გიკეთებდა, ქართული ოცნების პროკურატურა რას მიკეთებდა აქამდე. თან უმეტესობა ის საქმე, რომელზეც იქ რაღაცა ვითომ გამოძიება მიდის. უკვე ხანდაზმულია, ანუ იურიდიულადაც მასზე პასუხის მოთხოვნა არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ და მოთხოვო დროზე, ანა შეეშვა. ეგეთ დანაშაულებები არსებობს რა, თითქმის ყველა დანაშაულს გარდა მკვლელობისა მგონი აქვს რაღაც ხანდაზმულობის ვადა რაღაცა. გასაგებია რომ ცირკია ეს ყველაფერი. მაგრამ ამ ყველაფერში სახასიათო რა არის კიდევ რომ რა თქმა უნდა ამ საქმეების გამოსაძიებად და შუქის მოსაფენად ჯერ დაიბარებენ დაზარალებულებს და მათ ადვოკატებს, ვინც ნაცების დროს რაღაც ბიზნესს წაართვეს, რაღაც CMS მოკლედ ცუდად მოიქცნენ და შემდეგ დაიბარებენ ახლანდელ ოპოზიციას. რომლებიც იმ პერიოდში ფიგურირებდნენ რაღაცნაირად ახლოს გაუვლიათ იმ საქმეებთან. ზოგი ხელისუფლებაში იყო, ზოგი რაღაც ირიბად იღებდა მონაწილეობას ნაცების მიერ რაღაცეებში და ესეთი ირიბად მონაწილეობა მიღებული ხალხი, ლელოს ლიდერები, ბატონი ჯაფარიძე და ბატონი ხაზარაძე გუშინ დაიბარეს, რომ მოდითო ერთიო ნაცების დროს როგორ ხდებოდაო ბიზნესების გადაფორმებაო TBC-ის მიერ, რომ ეგო მოგვიყევითო. რა როგორი წარმოდგენის ვარ მათ რეპუტაციაზე გეცოდინებათ, მაგრამ მეორე მხრივ ეს საპარლამენტო კომისია რაღაცნაირად რო შეხედოს სინამდვილეში არის ის ორმო, რომელსაც ქოცებით ხრიან ნაცების ჩასაყრელად, მაგრამ ძალიან მარტივად შეიძლება თვითონ ჩავარდნენ შიგნით. თუ აქეთ ხარეს ვინმეს აქვს იმის ერთი ადგილი, რომ იქ მივიდეს და ეხლა რო ქოცები რო სავსე არიან ნაცებით, მაგაზე გააკეთოს აქცენტი. ბიძინა ივანიშვილი რო 2007 წლის შემდეგაც კი აფინანსა 2008-ის არჩევნებიც კი მგონი თუ ცდები ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ესე მახსოვს 2008 წლის არჩევნების დროსაც კი ეხმარებოდა მიშა სააკაშვილს აფინანსებდა და იგი გვერდზე ედგა. რაღაც მომენტში ჩამოშორდა გასაგებია, მაგრამ როცა ნაცების აი ეს ბიზნესების წართვება და მთელი ამბავი ხდებოდა განსაკუთრებით ხელისუფლებაში მოსვლის მერე, როცა გადაფორმებები და ფულის ჩატანები და დაიჭერდნენ ხალხს მერე აბა ფულს თუ მოიტან გამოგიშვებ და ეგ რო ხდებოდა. მაშინ ხო ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მის იყო რა, პაძელნიკი რაღაც პონჩი. მთელი ეს ამბავი სინამდვილეში ხო მოსაყოლია. ქოცები რო სახეცვლილი ნაცები არიან, მათი დიდი უმეტესობა და რო დახტუნავენ, აი მაგალითად რა, მთელი ისინი რო აიღო მაჟორიტარი დეპუტატები ვინც არიან, მთელი რა ვიცი 20 კაცია მგონი ახლა. რავი, მათი უმეტესობა, ან მათი ოჯახის წევრების უმეტესობა, ზოგი თქვათ ახლა დაბერდა და მისი შვილმა ჩაანაცვლა მაჟორიტარად, მათი ოჯახის წევრების უმეტესობა, რავი, ჯერ იმასთან ედიკასთან რო იყვნენ, მერე მიშასთან რო იყვნენ და მას უправებდნენ ყველაფერს წვანეზე უჭერდნენ და ეხა ქოცებში რო არიან. ეგ ხო სადმე კარგად საჩვენებელია. ხო და ეს შესაძლებლობა მართლა არის თუ შენ გაქვს იმის ადგილი რომ იქ მიხვიდე, რაც დააშავე იმას თქვა რომ კი ეგრე იყო, თან მაგაზე სასჯელი ვეღარ დადგება, იმიტომ რომ
ხანდაზმული საქმეებია უმეტესობა. პოლიტიკურად რაღაცების გაიასნების ადგილი შეიძლება იყოს ეს საგამოძიებო კომისია. ხო და ბატონმა ხაზარაძემაც და ბატონმა ჯაფარძემაც გუშინ თქვა რომ ჩვენ მან არ მივალთო ეგო არალეგიტიმურია, მაგრამ თუ შეგიძლია ქართულს რამას ეგეთი ზიანი მიაყენო რომ მათივე დაორგანიზებულ პროცესში მიხვიდე და თავზე დაახურო რომ თქვენ აცებო თქვენ ვიზე იძახით ნახევარი პროკურატურა ეხა კოცებში მუშაობს მიშას დროს რომ შოლტებად ვინც გამოიყენებოდა ხალხის გასაპრესად ის ხალხი ეხა კოცებში მუშაობს რა პრობლემაა ანუ გამოდის რომ შენ მიმართ რამე განსაკუთრებული იურიდიული ამბავი ვერ დადგება მაგრამ იქვე თუ მოყვები სინამდვილეში კოცებზეც შეგიძლია მარტივად თავისივე მოედანზე ცუდი რაღაცები გაუკეთო. ქართული ეცნება თუ რა წესებით თამაშობს, ან დარღვევულ წესებში თუ შეგიძლია რამეში მოუგო, რა პრობლემაა. სამწუხაროდ არ მგონია რომ ვინმეს ექნება იმის ერთი ადგილი ოპოზიციიდან რომ იქ მართლა მივიდეს და კოცებს ეს სახეში უთხრა.